ეზოტერული დაკვირვებები კარმიულ კანონზომიერებებზე. ანთროპოსოფიული მოძრაობის კარმა. ლონდონი 1924 წელი. მსგავსი სათაური ერთხელ კიდევ იყო. წაკითხული მეორე, მესამე, მეოთხე ლექცია ტომი პირველი. მაგრამ ეს ის ციკლი არ არის. ეს ახალი ციკლიდან არის. მას ანთროპოსოფიული მოძრაობის კარმა ლონდონი 1924 წელი. როდესაც თვალს ვადევნებთ გოლგოთას მისტერიის შემდგომ ეპოქას, საკუთრივ ქრისტიანობის განვითარების თვალსაზრისით, გვექნება შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანობის როგორც ქრისტეს იმპულსის დამკვიდრება ევროპულ და ამერიკულ ცივილიზაციაში შესაძლებელი იყო მხოლოდ გარკვეული წინააღმდეგობების და სხვა სულიერ მიმდინარეობებთან ურთიერთკავშირის პირობებში. ქრისტიანობის ამგვარი გაშლა, თანდათანობითი განვითარება უაღრესად მნიშვნელოვან და საგულისხმო ფაქტებს წარმოგვიჩენს. დღეს მინდა რამდენიმე შტრიხით გამოვკვეთო ეს განვითარება ანთროპოსოფიულ საზოგადოებასთან მიმართებაში. შევეცდები წარმოგიჩინოთ თუ რა შეიძლება ცხოვრობდეს და არა მარტო შეიძლება ცხოვრობდეს, არამედ სავსებით შესაძლებელია რომ ცხოვრობდეს ანთროპოსოფიული საზოგადოების წიაღში, რადგანაც ის ადამიანები, რომლებიც წრფელი გულისწადილით არიან შთაგონებული თავისი არსების უშინაგანესი წიაღიდან, ილტვიან ანთროპოსოფიისკენ. თუკი მთელი სერიოზულობით ვაღიარებთ ადამიანის განმეორებადი მიწიერი ცხოვრების ფაქტს, შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი. ეს შინაგანი გულისწადილი გახლავთ მისწრაფება იმ გარემოსთვის ნიშანდობლივი აზროვნების ჩვევებისგან გამოთავისუფლებებისა, რომელშიც ადამიანი თავად ცხოვრებისავე მიერ ასე თუ ისე ჩართულია თავისი აზრდით, სოციალური მდგომარეობით და იმ მსოფლმხედველობისკენ ლტოლვა, რომელიც რამდენადმე უფრო მიმზიდველია ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის სამშვენველისთვის, ამგვარად გამოხატული სურვილის და მისწრაფების ამოსავალი წერტილი გახლავთ წარსული მიწიერი ცხოვრებებიდან წარმომდგარი კარმა. და აი, როდესაც ვიხილავთ იმ პიროვნებათა კარმას ანთროპოსოფიურ მოძრაობაში რომ არიან თავმოყრილი, ვხედავთ რომ მათ ყველას უკლებლივ ამჟამინდელ ინკარნაციამდე ჰქონდათ გოლგოთას მისტერიის შემდგომი გადამწყვეტი მნიშვნელობის ერთი მიწიერი ცხოვრება. მაშასადამე გოლგოთას მისტერიის შემდგომი განვითარების პერიოდში ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე იცხოვრეს დედამიწაზე და დღეს მეორედ განსხეულდნენ. აქ გვებადება უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვა. რა მოხდა, რა განიცადეს ამ ადამიანებმა წინა მიწიერი ცხოვრების მანძილზე გოლგოთას მისტერიასთან მიმართებაში ისეთი, რამაც ანთროპოსოფიურ მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი აღუძრა მათ. გარეგნულად, ანუ ეზოტერულად ცნობილია, ეგზოტერულად უпроსწორად ცნობილია, რომ ისეთმა პიროვნებმაც კი, როგორიც იყო პოზიტიური ქრისტიანობის სიღრმეებს ზიარებული წმინდა ავგუსტინე, ასეთი სიტყვები გამოთქვა. ქრისტიანობა წარმოიშვა არა ქრისტეს ცხოვრების შემდგომ, არამედ გაცილებით ადრე. ეს იგი ქრისტიანები მანამდეც იყვნენ, ოღონდ სხვა სახელით ცნობილი. დიახ, ამას განაცხადებს წმინდა ავგუსტინე. ადამიანი, რომელიც ღრმად ეშვება კაცობრიობის სულიერ იდუმალებათა წიაღში და ინიციაციის მეცნიერებაზე დაყრდნობით შეისწავლის მას, მთელი პასუხისმგებლობით დაგვიდასტურებს წმინდა ავგუსტინეს ამ მოსაზრებას. ასეთი გახლავთ საქმის ვითარება. და სწორედ ამ დროს ჩვენში იღვიძებს დაუოკებელი სურვილი შევიმეცნოთ ქრისტეს ის იმპულსი, რომელიც დედამიწაზე არსებობდა მანამდე, სანამ გოლგოთას მისტერიამ დასაბამი დაუდო მიწიერ ისტორიულ ქრისტიანობას. და აი დღეს მინდა შესავლის სახით ვილაპარაკო ისტორიამდელ ქრისტიანობაზე. ეს სურვილი განაპირობა იმ შთაბეჭდილებებმა, რომლებიც მივიღე ტორკის მახლობლად საზაფხულო ლექციათა კურსის პერიოდში. ეს ის ადგილია, საიდანაც სათავეს იღებს მეფე არტურის სულიერი მიმდინარეობა. მართლაც ჩვენ უშუალო ვიზუალური შთაბეჭდილება მივიღეთ იქ, ტინჰაგელის იმ მიდამოებში, სადაც ოდესღაც არტურისეული მრგვალი მაგიდის რაინდთა ციხე კოშკი იდგა.
იქაური ბუნების სიდიადემს სწორედ რომ დაუვიწყარი განცდები აღგვიძრა. როდესაც ფეხი გიდგას საუკუნეებით იავარ ქმნილ მიწაზე, როდესაც ჭვრეტი უძველესი ციხე კოშკის ნამუსრევს, სადაც არტური და მისი მრგვალი მაგიდის რაინდები ცხოვრობდნენ და სადაც ოდესღაც დასაბამი დაიდო არტურის სულიერმა მიმდინარეობამ, რწმუნდები, რომ აზრები და წარმოდგენები უძლურია გააცხადონ ის, რაც იქ იმ ციხის კედლებს მიღმა ხდებოდა. მაგრამ თუ კი სულიერ მზერას მივაპყრობთ იმ ადგილს, სადაც ეს ციხე კოშკი იდგა, თუ გავხედავთ მობობოქრე ზღვის ფერთა თამაშს, თუ კი ნათელმხილველურად აღვიქვამთ მთის მწვერვალებს, ზღვის თვალშეუდგამ სივრცეს, მოგვიცავს განცდა, რომ ადამიანი აქ იმყოფება ისეთ გარემოცვაში, რომელიც მას შესაძლებლობას უქმნის მთელი თავისი არსით ბუნების სამყაროს და კოსმოსის წიაღში აღიქვას თავი. და როდესაც ამის შემდეგ ოკულტურ მზერას წარსულისკენ განვაპყრობთ და დროის იმ მომენტს გავჭრეთ, როდესაც 1000 წლეულების წინ საფუძველი ჩაეყარა არტურისეულ მიმდინარეობას, ირკვევა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მეფე არტურის ციხე კოშკში ცხოვრობდნენ, ეს ადგილი ამოირჩიეს იმიტომ, რომ იმ იმპულსებისთვის, რომლითაც ისინი საზრდოობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად, ანუ ყოველივე იმისთვის, რაც მათ მსოფლიოში უნდა განეხორციელებინათ, საჭირო იყო სწორედ ის, რასაც ბუნების სამეუფო აჩენდა მათ თვალწინ. ამჯერად ვერ ვიტყვი, რომ ასე იყო ყოველთვის, მაგრამ იმ მომენტში, რომელსაც მე ვჭრედდი, საქმის ვითარება სწორედ ამგვარი გახლდათ. ზღვის სიღრმეებიდან ამოზიდული ქათქათა, ხუჭუჭა ქაფით აქოჩრილი ტალღების მომაჯადოებელი თამაში თავისთავად ბუნების სამყაროს უდიდესი სანახაობა. ქარაფებზე აჭრილი და უკუვარნილი ტალღები, რომლებსაც ელემენტარული არსებები აბობოქრებენ და რომლებშიც ისინი ავლენენ თავის თავს, ზეციდან ყოვლის განმჭრეტელი მზის ნათება, ჰაეროვან ტალღებზე მისი ნებიერი ლიბლივი, ეს ის მომენტია, რომელმაც შესაძლო ადამიანი წარმართული კრძალულებით მონუსხოს. სტიქიების ამ ერთობლივ თამაშში მაღლიდან დაბლა და დაბლიდან მაღლა მზის ძალა ისეთნაირად ცხადდება ადამიანის თვალწინ, რომ მას ძალუც აღიქვას იგი. ასე რომ ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება განიცადოს ის, რასაც სინათლით შობილი ელემენტარული, ანუ სტიქიური არსებები და სიმძიმით შობილი ელემენტარული, ანუ სტიქიური არსებები თავისი ერთობლივი თამაშით აღძრავენ, ასეთი ადამიანი აღიქვამს მზის ძალას. ასეთი ადამიანი აღიქვამს მზის იმპულსს. ეს კი ქრისტიანული მოწიწებისგან განსხვავებული გრძნობაა. კერპთაყვანისმცემლური წარმართული მოწიწება გახლავთ ერთგულების მდგომარეობა ბუნების სამყაროს ღმერთებისადმი, რომლებიც ყველგან ბუნების ყოფიერებასა და ქმნადობაში თამაშობენ. ნიადაგ ცდიან საკუთარ ძალებს, მოქმედებენ და ქმნიან. და მთელ ამ მოქმედებას და ქმნადობას ორგანულად აღიქვამდნენ ისინი, ვინც მეფე არტურის გარემოცვაში იმყოფებოდნენ. საგულისხმოა, რომ ამგვარი აღქმის უნარი გააჩნდათ სწორედ იმ ადამიანებს მეფე არტურის ირგვლივ რომ იყვნენ თავმოყრილი გოლგოთას მისტერიის პირველ საუკუნეებში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე მინდა გადმოგცეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ეს განსაკუთრებული სულიერი ცხოვრება ისეთ ადგილებში, როგორიც გახლდათ მეფე არტურის და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების ციხე კოშკი. ამოსავალ წერტილად დავსახავ იმ მოვლენას, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, იგი უწინარეს ყოვლისა იშორებს თავის ფიზიკურ სხეულს. ეთერული სხეული რამდენიმე დღის მანძილზე ჯერ კიდევ თან ახლავს მას. შემდეგ იგი ამ ეთერულ სხეულსაც ტოვებს და ცხოვრებას ასტრალურ სხეულსა და მეში განაგრძობს. ის, რასაც სიკვდილის კარიბჭეს გადასული ადამიანი განიცდის, ნათელმხილველურად აღიქმება როგორც ეთერული ადამიანის კოსმოსში განფრქვევა, კოსმოსთან შერწყმა. ადამიანი თანდათან იზრდება და ამასთანავე სულ უფრო და უფრო ბუნდოვანდება. ადამიანი ერწყმის კოსმოსს. განსაცვიფრებელია, მაგრამ გოლგოთას მისტერიის მიმართ
კოსმოსში პოლარულად საპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი. გოლგოთას მისტერიამდე ქრისტე იყო მზის არსება, იგი მზეს განეკუთვნებოდა. გოლგოთას მისტერიამდე მთაზე აწვართული ციხე კოშკებიდან მომზირალი მრგვალი მაგიდის რაინდები აკვირდებოდნენ რა მზით შობილი სტიქიური სულების და დედამიწით შობილი სტიქიური სულების თამაშს, გრძნობდნენ, რომ ამ თამაშით აღძრული ძალები მათ გულებს და უწინარეს ყოვლისა მათ ეთერულ სხეულს მსჭვალავს. ამით ისინი აღიქვამდნენ ქრისტეს იმპულსს, რომელიც იმ დროს მზიდან იღვრებოდა და ცხოვრობდა ყველგან და ყველაფერში, რასაც კი მზიდან მოდენილი ძალები ასაზრდოებს. მაშასადამე გოლგოთას მისტერიამდე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდები მზის სულს, ანუ ქრისტიანობამდელ ქრისტეს, მისსავე საკუთარ არსში აღიქვამდნენ. შემდეგ ისინი თავიანთ მოციქულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიდნენ ევროპელი მოსახლეობის ასტრალური სხეულის ველურობასთან საბრძოლველად. და ჩვენ ვხედავთ, რომ არტურის მრგვალი მაგიდის რაინდებს დღევანდელი ინგლისის დასავლეთ პუნქტიდან მაშინდელი ევროპის მოსახლეობის უკიდურესად ველური ასტრალის დასათრგუნად და დასაწმენდად მოჰქონდათ ის, რასაც ისინი მზიდან იღებდნენ. აქ ფრჩხილებში წერია, რომ ცენტრალურ და ჩრდილო ევროპაში ამის აუცილებლობა ნაკლებად იყო. და აი აღსრულდა გოლგოთას მისტერია. რა მოხდა მაშინ აზიაში? აზიაში განხორციელდა მსოფლიო ისტორიული მოვლენა. უზენაესმა მზის არსებამ, რომელსაც შემდგომში ქრისტე უწოდეს, მიატოვა მზე და როგორც ადამიანი გარდაცვალების ჟამს ტოვებს ფიზიკურ სხეულს, ხოლო მიახლოებით 3 დღის შემდეგ ეთერულ სხეულსაც, ასევე ქრისტემ მზეზე დატოვა ის, რაც ჩემს თეოსოფიაში მოხსენიებულია როგორც სული ადამიანი, ანუ ადამიანის არსების მეშვიდე წევრი. ქრისტე მოკვდა ბრჭყალებში მზესთან მიმართებაში. დიახ, იგი კოსმიურად მოკვდა მზესთან მიმართებაში და დედამიწაზე დაეშვა. გოლგოთას მოვლენის მომენტიდან დედამიწაზე შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლეს სულის ნათელმხილველური ჭრედა. ჩვენ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ვტოვებთ ჩვენ სასიცოცხლო ეთერს, ანუ ეთერულ სხეულს. ხოლო ქრისტემ კოსმიური სიკვდილის შემდეგ მზეზე დატოვა სული ადამიანი, ატმა. დედამიწის ატმოსფეროში კი სიცოცხლეს სული, ბუთხი. ასე რომ გოლგოთას მისტერიის შემდგომ დედამიწას, როგორც რაღაც ზეგრძნობადი, ქრისტეს სიცოცხლე სული მოეფინა. ამა თუ იმ ტერიტორიის ფიზიკური პირობები სრულიად განსხვავებულად მოქმედებს სულიერ ცხოვრებაზე და ფიზიკურ ცხოვრებაზე. ქრისტეს სიცოცხლე სულს ნათელმხილველურად, უპირატესად გოლგოთას მისტერიებში, ანუ ირლანდიურ მისტერიებში ჭრედნენ. იგი ასევე მისაწვდომი იყო არტურის მრგვალი მაგიდის რაინდთა ნათელმხილველური ზერისთვის. ასე რომ ისინი გოლგოთას მისტერიის მომენტამდეც აღიქვამდნენ ქრისტეს იმპულსს, რომელიც ჭეშმარიტად მზიდან მოედინებოდა. მოგვიანებით არტურის რაინდების ძალა რამდენადმე შესუსტდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი კვლავაც მთელი თავისი არსებით იმსჭვალებოდნენ იმ სიცოცხლეს სულით, ანუ ბუთხით, კოსმიური კონფიგურაციის სახით, რომ ეფინებოდა დედამიწას და გამუდმებით განიცდიდნენ სინათლის და ჰაერის დაუცხრომელ თამაშს, ელემენტარულ არსებათა თამაშს მაღლიდან დაბლა და ელემენტარულ არსებათა თამაშს დაბლიდან მაღლა. მოგვიანებით არტურის რაინდების ძალა რამდენადმე შესუსტდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი კვლავაც მთელი თავისი არსებით იმსჭვალებოდნენ იმ სიცოცხლეს სულით, კოსმიური კონფიგურაციის სახით, რომ ეფინებოდა დედამიწას და გამუდმებით განიცდიდნენ სინათლის და ჰაერის დაუცხრომელ თამაშს, ელემენტარულ არსებათა თამაშს მაღლიდან დაბლა და ელემენტარულ არსებათა თამაშს დაბლიდან მაღლა. საოცარი პასაჟია. წარმოიდგინეთ, თუ კი ნათელმხილველურ მზერას მივაპყრობთ იმ ქარაფს, რომელზეც აღმართულია არტურის ციხე-კოშკი,
ვიხილავთ მზის თამაშს სინათლესა და ჰაერში, მაღლიდან დაბლა და ასევე ელემენტარულ არსებათა თამაშს დაბლიდან მაღლა. მაშასადამე მაღლა ელემენტარული არსებები, დაბლა ელემენტარული არსებები, მზე და დედამიწა ცოცხალ ურთიერთქმედებაში. გოლგოთას მისტერიის შემდგომ საუკუნეებში კი ყოველივე ამან ქრისტეს სიცოცხლეს სულში გადაინაცვლა. ასე რომ ბუნების სამყაროს გარემოცვაში, ზღვის, ჰაერის და სინათლის თამაშში, იმ კონკრეტული ადგილიდან თითქოს და ერთგვარ სულიერ გამოცხადებაში გოლგოთას მისტერიის სულიერი ფაქტიც შეიგრძნობოდა. როდესაც ჭვრეტდნენ ზღვას და ამასთანავე დაუფლებული ჰქონდათ მეფე არტურის რაინდების ის სავარჯიშოები, ზოდიაქოს წრის 12 თანავარსკვლავედის მისტერიებს რომ ეფუძნება, ამ დროს ქრისტიანობის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეებში აღიქვამდნენ არა მარტო ბუნების ძალთა თამაშს, არამედ კითხულობდნენ როგორც ერთგვარ ბუნების წიგნს. წარმოვიდგინოთ, რომ წინ გვიდევს წიგნი, რომელსაც სურვილისამებრ ან უბრალოდ ვამზერთ ან ვკითხულობთ. აი, სადღაც გაქრთა ნათელი, თეთრად აიქოჩრა ტალღის ქიმი, ქარაფზე ათამაშთა ალმოგზნებული მზის შარავანდი. კლდეს გაშმაგებით ეძგერა ტალღა. ეს ყოველივე წარმოქმნის ერთგვარ კონფიგურაციას, დაუცხრომლად მოძრავი, დინებადი, რაღაცის მიმანიშნებელი განასახიერებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც შეიძლება გაიშიფროს. და როდესაც ამ ჭეშმარიტებას იმეცნებდნენ ბუნების წიგნში, ქრისტეს სიცოცხლეს სულით ერთიანად გაჯერებულ სიცოცხლის წიგნში, ამით გოლგოთას მისტერიის ფაქტი იკითხებოდა. იქ, აზიაში, გოლგოთას მისტერია აღსრულდა. ამ მოვლენამ ერთიანად მოიცვა ადამიანთა სამშვინველები და გულები. გოლგოთას მისტერია საფუძვლიანად დამკვიდრდა ადამიანის მშვენიერ ცხოვრებაში. თუ კი ერთხელ მაინც შევავლებთ ნათელმხილველურ მზერას პირველ ქრისტიანებს, დავინახავთ რა გადატრიალებაც მოხდა მათ სამშვენიველში. ამ დროს კი აქ, დასავლეთში, ადგილი ჰქონდა იმას, რაც ესაა აღწერა. აღმოსავლეთში დედამიწაზე დაშვებული რეალური ქრისტე, რომელმაც მზეზე დატოვა თავისი სული ადამიანი, ანუ ატმა, ხოლო დედამიწის ატმოსფეროში, არა დედამიწაზე, არამედ დედამიწის ატმოსფეროში, თავისი სიცოცხლის სული, ანუ ბუდჰი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, საბერძნეთის, აფრიკის, იტალიის, ესპანეთის გავლით, ევროპელთა გულებში შეღწევას ცდილობს, რამე თუ საკუთრივ დედამიწაზე თავად სულთან, ანუ მანასი, სულთან ერთად, თავად სულთან ერთად, ქრისტემ მოიტანა თავისი მე. და ეს სწორედ იმ დროს, როდესაც აქ დასავლეთში ქრისტეს კვლავ ბუნების სამყაროს მეშვეობით აღიქვამდნენ. მაშასადამე ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბუნების სამყაროს წიაღ მოქმედებდა ჭეშმარიტი სულიერი ნაკადი. მისაწვდომი მათთვის, ვისაც ხელეწიფებოდა წაეკითხა გოლგოთას მისტერიის ისტორია, როგორც არტურის მრგვალი მაგიდის მაღალი რანგის რაინდების ერთგვარი ბუნების მეტყველება. ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაძრული სულიერი ნაკადი მოქმედებდა არა ჰაერის და წყლის, არა მთების და მზის სხივების, არამედ ადამიანთა სისხლის გამჭოლ, დიახ, ადამიანთა გულებიდან, მათი სისხლიდან სულიერი ნაკადი საბერძნეთში და კიდევ უფრო წინ იტალიაში, ესპანეთში მიედინებოდა. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, გარკვეული სულიერი ნაკადი, სულიერი დინება, ერთის მხრივ შემოდის ბუნების სამყაროს მეშვეობით, მეორე მხრივ კი ადამიანთა სისხლის, მათი გულების მეშვეობით. ეს ორი დინება ერთმანეთისკენ მიიწევს. ერთი მათგანი კვლავაც მოქმედებს ბუნების სამყაროში. იგი ვლინდება წარმართულ მიმდინარეობებში და თან მოაქვს ქრისტიანობამდელი წარმართული ქრისტე, მზის არსება, ამეტყველებული ისეთებისთვის, როგორიც იყვნენ მრგვალი მაგიდის რაინდები და სხვანი და სხვანი.
ამ დინებას გოლგოთას მისტერიის პერიოდში შემოაქვს ქრისტიანობამდელი ქრისტეს იმპულსი და მისი მიმდევრები შეიძლებოდა გაგვეერთიანებინა როგორც მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდების სულიერი ჩამომავალნი. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუნების სამყაროში მოქმედი ქრისტიანობამდელი ქრისტიანობის პირისპირ დაიძრა გოლგოთას მისტერიის მიერი, ანუ გოლგოთას მისტერიიდან მომდინარე ქრისტიანობა, რომელიც ადამიანთა სისხლის, გულების და სამშვინველების გამჭოლ მოქმედებდა. წარმოიდგინეთ ეს ორი დინება, ქრისტიანობამდელი, ეთერიზირებული და ქრისტიანული ქრისტეს დინება ერთმანეთს ელტვის. მოგვიანებით ერთი მათგანი არტურის მიმდინარეობის სახით ჩამოყალიბდა, მეორე კი გრაალის მიმდინარეობის სახელით გახდა ცნობილი. შემდგომ ისინი შეერთდნენ, ეს მოხდა ევროპაში, მაგრამ უწინარეს ამისა სულიერ სამყაროში. რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ქრისტეს მიერ ქრისტიანობას? ქრისტე დაეშვა დედამიწაზე და გოლგოთას მისტერიის მეშვეობით ადამიანთა გულებში დაისადგურა. ქრისტეს იმპულსი აღმოსავლეთიდან, პალესტინიდან, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის გავლით განივრცო. ქრისტემ თავისი გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მონიშნა. ამ გზის პირისპირ დასავლეთიდან მოემართებოდა გოლგოთას მისტერიით იმპულსირებული ქრისტეს სულიერი ხატსახე, ეთერული ანასახი, რომელიც ქრისტეს ჯერ კვლავ მზის მისტერიებთან მიმართებაში აღიქვამდა. მსოფლიო ისტორიის კულისებს მიღმა საუცხოო ხდება. დასავლეთიდან მოდის წარმართული ქრისტიანობა, არტურის ქრისტიანობა, რომელიც სხვა ფორმით და სახელწოდებით იჩენს თავს. აღმოსავლეთიდან კი ქრისტე ადამიანთა გულებს მოაქვთ. დაიხორციელდება შეხვედრა. ქრისტე, დედამიწაზე დაშვებული რეალური ქრისტე, ხვდება დასავლეთიდან აღმოსავლეთით მისკენ სწარაბ თავისსავე ანასახს. შეხვედრა ხორციელდება 869 წელს. მანამდე კი ჩვენ რეალურად ვანსხვავებთ ორ დინებას. ერთი გადის ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაზე და თავის არსში ატარებს ქრისტეს როგორც მზის გმირს, თუნდაც ბალდურისა თუ სხვა რომელიმე სახელით. სკანდინავიურ მითოსში არის ბალდური მზის ღმერთი. არტურის რაინდები თავის კულტურას სწორედ ამ მზის გმირის, ქრისტეს ეგიდით ავრცელებენ. მეორე დინება, რომელიც ადამიანთა გულებში იღვრება და მოგვიანებით გრაალის მიმდინარეობად ყალიბდება, აღმოსავლეთიდან მოილტვის. სწორედ მას მოაქვს ნამდვილი, ჭეშმარიტად რეალური ქრისტე, ხოლო დასავლეთიდან წამოსულ დინებას მოაქვს მისი კოსმიური ხატება. ქრისტეს შეხვედრა მისსავე ხატებასთან, ქრისტე ადამიანის ძმის და ქრისტე მზის გმირის, ანუ ქრისტეს ხატსახიერი წინამორბედის შეხვედრა შედგა მე-9 საუკუნეში. მე შევეცადე გადმომეცა, როგორი იყო შინაგანი არსის თვალსაზრისით გოლგოთას მისტერიის შემდგომი პირველი საუკუნეები, როდესაც როგორც უკვე მოგახსენეთ, ცხოვრობდნენ ის სამშვინველები, რომლებიც დღეს კვლავ განსხეულდნენ და თავისი წარსული მიწიერი ცხოვრებიდან გამომდინარე ანთროპოსოფიურ მოძრაობაში მონაწილეობის გულწრფელი სურვილი მოიტანეს თან. უკეთ ნათელმხილველურად გავიაზრებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმართულ არტურისეულ მოძრაობას, იგი ჩვენთვის გაცხადდება როგორც ერთგვარი მოვლენა, რომელსაც მიწიერ ცივილიზაციაში მზის იმპულსი შემოაქვს. არტურისეული მოძრაობის წიაღში ტალღისებურად მოქმედებს და ქმნის ის, რასაც ქრისტიანული ტერმინოლოგიით მიქაელის დინება შეიძლება ეწოდოს. კაცობრიობის სპირიტუალური ცხოვრების მიქაელისეული დინება, რომელშიც ჩვენ თანამედროვე ადამიანები ჩართული ვართ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან,
მანამდე კი 3-4 საუკუნის განმავლობაში ევროპის ცივილიზაციას წარმართავდა ძალა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც გაბრიელის ძალა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს იგი შეცვალა მიქაელის გამგებლობამ, რომელიც ასევე 3-4 საუკუნეს გასტანს. განაგრძობს რა მომავალშიც თავის არსებობას, იგი ტალღისებურად იმოქმედებს ადამიანთა სულიერ ცხოვრებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამ ცხოვრების წიაღში ვიმყოფებით. თანამედროვეობის პირობებში ადამიანი გამუდმებით განიცდის მიქაელის დინებაზე მითითების აუცილებლობას, რამე თუ იგი ამ დინების გულის გულში ცხოვრობს. მიქაელის დინება თვალსაჩინოდ იკვეთება მაშინ, როდესაც ვაკვირდებით გოლგოთას მისტერიის წინა პერიოდს და ასევე დასავლეთ ინგლისში აღმოცენებულ არტურის მიმდინარეობას, რომელმაც თავისი დასაბამიერი იმპულსები ჰიბერნიული, ანუ ირლანდია, მისტერიებიდან მიიღო. მიქაელის წარმართველი ძალა ადრინდელი ფორმით გამოვლინდა გოლგოთას მისტერიამდე 1 საუკუნით ადრე, როდესაც უმძლავრესმა კოსმოპოლიტურმა მიმდინარეობამ, რომელმაც დასაბამი საბერძნეთსა და მაკედონიაში დაიდო, არისტოტელეს მსოფლმხედველობის ზეგავლენით განახორციელა ის, რაც შემდგომში ალექსანდრე დიდის სახელს დაესართა. რაც კი რამ გაკეთდა ალექსანდრე დიდის, ანუ მაკედონელი და არისტოტელეს წყალობით, მიქაელის გამგებლობის სფეროს განეკუთვნებოდა ისევე, როგორც დღეს. ჩვენ კვლავ მიქაელის გამგებლობის სფეროს ვეკუთვნით. მაშინ ისევე როგორც დღეს, დედამიწის სულიერ ცხოვრებაში მოქმედებდა მიქაელის იმპულსი. ყოველთვის, როცა კი მიწიერ-კაცობრიობაში მოქმედებს მიქაელის იმპულსი, ის რაც გარკვეულ კულტურულ ცენტრში, გარკვეულ სპირიტუალურ ცენტრში ფუძნდება დედამიწის ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ხალხში და საერთოდ სადაც კი შესაძლებელია, ყველგან ვრცელდება. ასე მოხდა ქრისტიანობამდელ პერიოდში, როდესაც ალექსანდრეს ლაშქრობების წყალობით ბერძნული კულტურის იმჟამინდელი მონაპოვარი გავრცელდა იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელი იყო მისი გავრცელება. და არისტოტელესა და ალექსანდრესთვის, რომ ეკითხათ, საიდან ფლობთ იმას, რაც თქვენს გულებში ფეთქავს, როგორც თქვენი თანამედროვე სულიერი ცხოვრების გავრცელების იმპულსიო, ისინი მიუგებდნენ მიქაელის იმპულსიდან, ანუ მისგან, ვინც როგორც ქრისტეს მსახური ზიდან მოქმედებსო. რადგანაც იმ მთავარ ანგელოზთა შორის ერთმანეთის მონაცვლეობით რომ განაგებენ კაცობრიობის კულტურას, მიქაელი, რომელიც ალექსანდრე დიდის დროს განაგებდა და დღეს კვლავ განაგებს ჩვენს ეპოქას, მზეს განეკუთვნება. მთავარ ანგელოზი ორიფიელი, რომელიც შემდეგ ეპოქას გაუძღვება, სატურნს განეკუთვნება. მისი მომდევნო ანაილი ვენერას, ზაქარიელი, რომელიც ევროპის ცივილიზაციას მე-4-მე-5 საუკუნეების შემდგომ წარმართავდა, იუპიტერის სფეროს წარმოადგენს. იგი შეცვალა რაფაელმა, რომლის წარმმართველობის პერიოდში განსაკუთრებით გაიფურჩხნა სამედიცინო აზროვნების ის ხერხი საფუძვლად რომ დაედო იმდროინდელ ევროპულ ცივილიზაციას. მე-12 საუკუნის შემდეგ მოვიდა სამაელი, მარსის სფეროს მთავარ ანგელოზი. მას შეენაცვლა გაბრიელი, რომელიც მთვარეს განეკუთვნება და მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან კვლავ გამგებლობს მიქაელი, მზის მთავარ ანგელოზი. ამ რიტმით მიმდინარეობს დედამიწის სულიერი ცხოვრება, რომელსაც მთავარ ანგელოზთა იერარქიის 7 ერთმანეთის მონაცვლე არსება ახორციელებს. ახლა კი მზერა წარსულისკენ მივმართოთ და დავსვათ კითხვა, როდის იყო მთავარ ანგელოზ მიქაელის წინა გამგებლობა? ალექსანდრე დიდის დროს, ანუ მაშინ, როდესაც საუკუნეებით ნაშენი ბერძნული ცივილიზაცია გადატანილი იქნა აზიაში, გადატანილი იქნა აფრიკაში და ერთგვარი კონცენტრირება განიცადა ალექსანდრიაში, უმძლავრესი სულიერების, უაღრესად მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრების ქალაქში. ყოველივე ზემოთქმული ოკულტური მზერისთვის ერთობ თავისებურ სურათს ქმნის.
გოლგოთას მისტერიამდე 2 საუკუნით ადრე მაკედონიიდან აღმოსავლეთისკენ, ესე იგი, კვლავ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ამჯერად აღმოსავლეთის სიღრმეებში მიიწევს ისეთივე სულიერი დინება, როგორიც შემდგომში ანგლო-ირლანდიური სამშვინველებიდან ისევ და ისევ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაიძრა. როგორც აღვნიშნეთ ალექსანდრე დიდის დროს, დედამიწაზე განაგებდა მიქაელი, რომელიც მეფე არტურის დროს მზიდან მოქმედებდა და დედამიწაზე მოჰქონდა ის, რაც ზემოთ იქნა აღწერილი. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც გოლგოთას მისტერია წარსულს მიეცა? რა ბედი ეწია არისტოტელესეულ აზროვნების ხერხს, რომელიც ალექსანდრე დიდის ლაშქრობების წყალობით აზიაში გავრცელდა? ჩვენ ხედავთ, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ევროპაში კარლოს დიდი თავის ყაიდაზე აფუძნებს ქრისტიანული კულტურის ერთგვარ სახეობას, წინა აზიაში მოქმედებს ჰარუნ ალ-რაშიდი, რომლის კარზე თავმოყრილია მთელი აღმოსავლური სიბრძნე, აღმოსავლური სპირიტუალურობა, შთაბეჭდილი იქაურ არქიტექტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, რელიგიასა და ლიტერატურაში, ანუ კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ აგრეთვე ვხედავთ, რომ ჰარუნ ალ-რაშიდს გვერდით ყავს მრჩეველი, რომელიც მართალია იმ ჟამინდელ ინკარნაციაში ყველაზე მოაღნიშნულ სფეროს ზიარებული არ გახლდათ, მაგრამ შორეულ წარსულში, წინა მიწიერ ცხოვრებაში ხელდასხმული იყო. და ამ ორ ადამიანში, ჰარუნ ალ-რაშიდსა და მის მრჩეველში, ერთიანად გადასხვაფერდა, სრულიად იცვალა სახე იმან, რაც აზიაში დაინერგა როგორც არისტოტელიზმი. ანუ ყოველივე ის, რაც არისტოტელემ ამოზიდა ადამიანური ბუნების უძველესი სიბრძნიდან და რასაც იგი ასწავლიდა. შემდეგ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იჟონება ქრისტიანობაში ის, რაც წარმოსდგა ჰარუნ ალ-რაშიდიდან, არაბიზმიდან. კვლავ და კვლავ საბერძნეთსა და განსაკუთრებით ჩრდილო აფრიკის გავლით, იტალიის და ესპანეთის ქრისტიანობაში ფეხს იკიდებს არაბიზმის თავისებური სახეობა. მაგრამ ჰარუნ ალ-რაშიდი და მისი მრჩეველი გაიარეს რა სიკვდილის კარიბჭე, ვიდრე ხელახლა დაიბადებოდნენ თავისი ზემიწიერი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების მანძილზე, სულიერი სამყაროდან ადევნებდნენ თვალყურს არაბების და მავრების ლაშქრობებს საფრანგეთში. აკვირდებოდნენ, როგორ ვითარდებოდა ის, რაც მათ დანერგეს და რაც მათი მიმდევრების მეშვეობით ვრცელდებოდა. ჰარუნ ალ-რაშიდის მზერა ძირითადად მიმართული იყო საბერძნეთის, იტალიის და ესპანეთისკენ, ხოლო მისი მრჩეველი აკვირდებოდა იმას, რაც აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ჩრდილოეთით განლაგებული ქვეყნების და რუსეთის გავლით ცენტრალურ ევროპაში მიედინებოდა. იბადება კითხვა, რა ბედი ეწიათ თავად ალექსანდრეს და არისტოტელეს? მართალია ისინი ღრმად და არსობრივად იყვნენ დაკავშირებული მიქაელის გამგებლობასთან, მაგრამ არა იმ პერიოდში, როდესაც დედამიწაზე გოლგოთას მისტერია აღსრულდა. მოდით ცხადლივ წარმოვიდგინოთ ორი ურთიერთსაპირისპირო რეალური ხადსახე. დედამიწაზე ცხოვრობდა ხალხი, გოლგოთას მისტერიის თანამედროვენი. ქრისტე განკაცდა, გაიარა გოლგოთას მისტერია და ცხოვრება განაგრძო დედამიწის მოსაზღვრე სფეროში. რა ხდებოდა მზეზე? იქ იმყოფებოდნენ სამშვინველები, რომლებიც მანამდე მიერკვდნენ მიქაელს და მიქაელის სფეროში ცხოვრობდნენ. ეს ის სამშვინველებია, რომლებიც მზიდან ჭრედნენ, რომ ქრისტე ტოვებს მზეს. ადამიანებმა კი ქრისტეს მოვლინება დედამიწაზე იხილეს, ესე იგი, მზეზე არსებული სამშვინველები ჭრედნენ ქრისტეს გასვლას მზიდან. ისინი ხედავენ, როგორ ეშვება იგი დედამიწაზე. ეს გახლდათ უმთავრესი შვინვიერი განცდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მიწიერ ცხოვრებაში მიქაელის გამგებლობაში თანამონაწილეობდნენ. მათ შეიძლება ითქვას ქრისტეს დაბადების საპირისპირო მოვლენა, ანუ ქრისტეს მზიდან გამოსვლა განიცადეს. ისინი განაგრძობენ ცხოვრებას და კვლავ სულიერ სამყაროში ეგებებიან მე-9 საუკუნეს, მიახლოებით 869 წელი. უაღრესად მნიშვნელოვანს დედამიწისთვის, რადგან აქ ადგილი აქვს ორ მოვლენას. უპირველესია ის, რაც ახლახანს მოგახსენეთ, ქრისტეს შეხვედრა მის ეთერულ
ანასახთან, სიცოცხლე სულთან, ანუ იმასთან, რაც ქრისტიანობამდელ წარმართულ ქრისტეში არსებობდა. ამავე პერიოდში ალექსანდრე დიდის და არისტოტელეს ინდივიდუალობები სულიერ სამყაროში ხვდებიან იმ ინდივიდუალობებს, რომლებიც ჰარუნ ალ-რაშიდსა და მის მრჩეველში ცხოვრობენ. აზიური მაჰმადიანური არისტოტელიზმი სულიერად გამდიდრებული ჰარუნ ალ-რაშიდსა და მის მრჩეველში ალექსანდრესა და არისტოტელეს შეხვდა. მაშასადამე აქ ერთის მხრივ სახეზეა ის ალექსანდრიზმი და არისტოტელიზმი, რამაც მაჰმადიანობაც შეინივდა, მეორეს მხრივ კი ჭეშმარიტი არისტოტელიზმი და არა ის მოგვიანო მოძღვრება, რომელიც ადამიანური გონების ცხრილში გატარებული რამდენადმე დაკნინდა. არისტოტელემ და ალექსანდრემ გოლგოთას მისტერია მზიდან იხილეს. მაშინ ამ თავისებურ ზეციურ კრებულში მოხდა უდიდესი რადიკალური გამიჯვნა მაჰმადიანური არისტოტელიზმისა, ქრისტიანული, სულიერ სამყაროში ქრისტიანიზირებული არისტოტელიზმისაგან. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ იმ სამყაროში, რომელიც როგორც სულიერი უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს ფიზიკურ მიწიერ სამყაროს, ერთი მხრივ ალექსანდრე და არისტოტელე, ხოლო მათ პირისპირ ჰარუნ ალ-რაშიდი და მისი მრჩეველი ერთად ბჭობდნენ და იმის გათვალისწინებით, რაც მე-19 საუკუნის ბოლოს მიქაელის მიწიერი გამგებლობის განახლების პერიოდში, ესე იგი მე-19 საუკუნის ბოლო არის მიქაელის მიწიერი გამგებლობის განახლების პერიოდში უნდა მომხდარიყო ევროპის ქრისტიანიზაციის შემდგომი განვითარების მიმართებით ემიჯნებოდნენ ერთმანეთს. და ყოველივე ამას ასხივოსნებდა ქრისტეს შეხვედრა მის ეთერულ ანასახთან. ყოველივე ამ შეხვედრის შთაბეჭდილებით იყო დატვიფრული. სულიერ სამყაროში ინტენსიურად იგეგმებოდა ადამიანების სულიერი ცხოვრება. ამავდროულად დედამიწაზე კონსტანტინოპოლში შედგა მერვე მსოფლიო კრებული, სადაც ეკლესიის მამებმა შეიმუშავეს დოგმა, რომ ადამიანი შედგება არა სხეულის, სამშინველის და სულისაგან, არამედ მხოლოდ სხეულისა და სამშინველისაგან, რომელსაც სულის ზოგიერთი თვისებებიც გააჩნია. ტრიქოტომია ასე ეწოდება ადამიანის სამწევრიანობას და იგი გაუქმებულ იქნა. ის, ვისაც კლამინდებურად სწამდა ამის, ევროპაში ერეტიკოსად ცხადდებოდა. ევროპის ქრისტიანი მოძღვრები ყოველნაირად არიდებდნენ თავს ტრიქოტომიაზე სჯაბაას. ისინი მხოლოდ სხეულსა და სამშინველზე ლაპარაკობდნენ. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ 869 წელს ზეგრძნობად სამყაროში მომხდარმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენამ თავისი ლანდი დედამიწაზეც გადმოისროლა. კალი-იუგას წყდიადის პერიოდმა სწორედ მაშინ მიიღო განსაკუთრებული იმპულსი. გარე სამყაროში მოხდა ის, რაც ზემოთ ითქვა. ასეთი გახლდათ მოვლენათა ჭეშმარიტი თანმიმდევრობა. ფიზიკურ სამყაროში შედგა კონსტანტინოპოლის კრებული, სადაც იგნორირებული იქნა სული. ზეგრძნობად სამყაროში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება დედამიწას, შედგა ზეციური კრებული და ამავე დროს ქრისტე შეხვდა თავის ეთერულ ანასახს. ისიც უნდა ითქვას, რომ საჭირო იყო დრო, ვიდრე დედამიწაზე კვლავ დაიწყებოდა მიქაელის ახალი განმგებლობა. მაგრამ ყოველთვის არსებობდა მოძღვრებები, რომლებშიც რაღაც მაინც იკითხებოდა, თუმცა ერთობ დაცემული ფორმით. იმის შესახებ, რაც ამაქვეყნიერი ყოფიერების კულისებს მიღმა ხდება. იყვნენ მასწავლებლებიც, რომლებიც ხატოვნად, მეტნაკლები სიზუსტით გადმოსცემდნენ სამყაროს სულიერ შინაარსს, საფუძვლად რომ უდევს დედამიწის მოსაზღვრე სულიერი სამყაროს ხდომილებებს. და ასეთი მასწავლებლები დროდადრო იმ ყურებსაც პოულობდნენ, რომლებიც უსმენდნენ მათ. ეს ყურები იმ ადამიანებისა გახლდათ, რომლებიც ისეთნაირად იყვნენ განწყობილი ქრისტიანობისადმი, რომ აქა-იქ ყურ მონაკრავითაც ახერხებდნენ აღექვათ რაღაც იმის შესახებ, რაც მე-20 საუკუნეში
მიქაელის განახლებული განმგებლობის ეპოქაში უნდა მომხდარიყო. ამ ადამიანებს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენი სამშვინველები ჰქონდათ. დიახ, თქვენი სამშვინველები იმხნად მათ სხეულებში ცხოვრობდნენ და გულისყურით უსმენდნენ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზემოაღნიშნული ზეციური კრებულიდან მომდინარე იმპულსების ზემოქმედებით მიქაელის მომავალ გამგებლობაზე წინასწარ მეტყველებდნენ. ადრინდელი ცხოვრების, ანუ ქრისტიანობის პირველი საუკუნეების, განსაკუთრებით უშუალოდ მე-9 საუკუნემდელი განცდებიდან, შემდგომში მე-19 საუკუნის დამლევს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც კვლავ განახლდა მიქაელის გამგებლობა, განვითარდა ერთგვარი არაცნობიერი მისწრაფება იმ ადგილის მონახულებისა, სადაც ამიერიდან მიქაელის გამგებლობის ზემოქმედებით კვლავ ძალას იკრებს სპირიტუალური ცხოვრება. იგი იზრდება იმ ადამიანთა სამშვინველებში ყურადღებით, რომ ისმენდნენ სულიერ სამყაროს იდუმალებათა მაუწყებელ მოძღვრებებს, რომლებიც რაღაცას მაინც მოიცავდა იმ ჭეშმარიტებიდან, რომლის შესახებაც დღეს ვილაპარაკეთ. აი ასე, კარმიულად ღრმავდება ადამიანის სამშვინველში დაუოკებელი სურვილი იმ ქრისტიანობასთან მიახლოებისა, რომელიც მიქაელის წარმმართველობით ანთროპოსოფიულად უნდა გავრცელებულიყო მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს. და ის, რაც ამ სამშვინველებმა განიცადეს წინა ინკარნაციაში, დღეს თავის გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ ისინი ანთროპოსოფიული მოძრაობისკენ ილტვიან. მოძღვრებანი, რომლებშიც ადრინდელი ქრისტიანობამდელი კოსმიური ქრისტიანობა შინაგან ქრისტიანობასთან იყო თანაშერწყმული, ყველა ის მოძღვრება, რომელიც ბუნების სულიერ შემოქმედის საფუძვლების ცდომასთან ერთად გოლგოთას მისტერიის არსის შემეცნებასაც ითავსებდა, დედამიწაზე გავრცელებას განაგრძობდა მაშინაც, როცა იმ ადამიანების სამშვინველებმა დღეს ანთროპოსოფიას რომ ეწაფებიან, დაასრულეს იმჟამინდელი ინკარნაცია და გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას შეუდგნენ. ზოგიერთები შემდგომში კვლავ დაიბადნენ დედამიწაზე. ამრიგად, დედამიწაზე არსებობას განაგრძობდა მოძღვრებები, რომლებიც უძველესი მისტერიების ტრადიციებიდან გამომდინარე, ჯერ კვლავ ნათელმხილველურად კოსმიურ ყაიდაზე აღიქვამდა ქრისტიანობას. ეს მოძღვრებები მუშავდებოდა ევროპის სხვადასხვა სკოლებში, რომელთაგან გამოირჩეოდა შარტრის სკოლა მე-12 საუკუნეში, სადაც ასწავლიდნენ ისეთი მასშტაბის პიროვნებები, როგორიც იყვნენ ბერნარდ სილვერსტრისი, ალან კუნძულელი და სხვანი. აქვე უნდა დავასახელოთ ბრუნეტო ლატინი, დანტეს უდიდესი მასწავლებელი, რომელიც ამ მოძღვრებებს შეიძლება ითქვას თავის არსებაში ატარებდა. დიახ, ეს მოძღვრებები მასში მოქმედებდა როგორც ცოცხალი ძალა. ზემოთქმული ცხადყოფს თუ როგორ მტკიცდებოდა და ძალას იკრებდა ურთიერთკავშირი კოსმიურ ქრისტიანობასა და წმინდად ადამიანურ, მიწიერ ქრისტიანობას შორის, რომლის უპირატესობა სულ მალე აშკარა გახდა დედამიწაზე. ეს იყო ერთგვარი უკუქმედება, მიმართული იმ დოგმისადმი, კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე რომ დადგინდა. საჭირო იყო ფიზიკურ, მიწიერ სამყაროსა და ზეგრძნობად სამყაროს, უწინარესად კი დედამიწის მოსაზღვრე სულიერ სამყაროს მოვლენათა ურთიერთკავშირის გამტკიცება. სწორედ ამას გრძნობდნენ შარტრის სკოლის უდიდესი მასწავლებლები, რომელთაც ინსპირირებდნენ თავად ალექსანდრე მაკედონელი და არისტოტელე. მათ მოღვაწეობას ასევე განსაკუთრებული კვალი აჩინა პლატონმა და ყოველივე იმან, რაც შუა საუკუნეების ესოდენ დიდ მნიშვნელოვან მისტიკაში, პლატონმა და ნეოპლატონიზმს. პლატონსა და ნეოპლატონიზმს ემყარებოდა. იმ პერიოდში აღინიშნა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი. ადამიანებმა, რომელთა უმეტესი ნაწილი დედამიწაზე ალექსანდრე დიდის ეპოქაში ცხოვრობდა, სულიერ სამყაროში მიქაელ მთავარანგელოზის ირგვლივ მოიყარეს თავი და იქიდან აკვირდებოდნენ შარტრის სკოლის მასწავლებელთა მოღვაწეობას ქრისტიანული განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ ისინი ელოდებოდნენ იმ დროს, როდესაც შარტრის მასწავლებლები უკანასკნელნი მათგან, ვინც ჯერ კიდევ ასწავლიდა კოსმიურ ქრისტიანობას, გარდავიდოდნენ სულიერ სამყაროში.
ეს მოხდა მე-12 საუკუნის დასასრულსა და მე-13 საუკუნის დამდეგს. დედამიწის უშუალოდ მოსაზღვრე ზემიტიერ სფეროში გარდაცვალების შემდგომ პლატონისეულად განწყობილი შარტრის სკოლის მასწავლებლები შეხვდნენ მათ, ვინც 869 წლის ზეციური კრებული მოიწვია. მაშინ შედგა ერთგვარი საუბარი შარტრის სკოლის მასწავლებლებისა, რომლებიც ის იყო სულიერ სამყაროში ავიდნენ და გარდაცვალების შემდგომ სულიერ განვითარებას შეუდგნენ, მათი საუბარი მათთან, ვინც მალევე უნდა განსხეულებულიყვნენ. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე დიდისა და არისტოტელეს ჭეშმარიტი ინდივიდუალობები, რომლებიც უშუალოდ შემდგომად ამისა ფიზიკურად დაიბადნენ და დომინიკანელების ორდენში მოღვაწეობდნენ. შედეგად დედამიწაზე წარმოიშვა ის, რაც ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ფასდება და მხოლოდ მაშინ მოიპოვებს ღირსეულ აღიარებას, როდესაც სიღრმისეულად გაცნობიერდება მისი არსი და მნიშვნელობა. ეს გახლავთ სქოლასტიკა. მან შეამზადა ყოველივე ის, რაც მიქაელის შემდგომი გამგებლობის ეპოქაში უნდა გამოვლენილიყო. მაშა სადამე მიქაელის სფეროში მოღვაწე სამშვენველები, რომლებიც დედამიწაზე ალექსანდრე დიდის და არისტოტელეს ეპოქაში ცხოვრობდნენ და ამის გამო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში დატრიალებულ მოვლენებს დედამიწაზე ვერ შეესწრნენ, შვილებში ან არსებით მნიშვნელობას მოკლებული ინკარნაციები გამოიარეს. ეს სამშვენველები მოგვიანებით კვლავ განსხეულდნენ იმ მიზნით, რათა დომინიკანელების ან რომელიმე სხვა ქრისტიანულ ორდენში შედუღაბებოდნენ ქრისტიანობას და ასე ვთქვათ, მუხლი გაემაგრებინათ ქრისტიანობის წიაღში. გარდაცვალების შემდეგ მათ კვლავ სულიერ სამყაროში განაგრძეს მოღვაწეობა. და მე-15 საუკუნეში, აქ მე-16 საუკუნეს უნდა ვიგულისხმოთ, სულიერი სამყაროსთვის დროის ცნება ერთო პირობითია. და მე-15 საუკუნეში ზეგრძნობად სამყაროში გრძელდებოდა გრანდიოზული სწავლა-დარიგებები, რომლებიც უშუალოდ მთავარანგელოზ მიქაელისგან მომდინარეობდა და მის მიმდევართათვის იყო განსაზღვრული. მაშინ დაარსდა, ასე ვთქვათ, ერთგვარი ზეგრძნობადი სპირიტუალური სკოლა, რომელშიც თავად მიქაელი განასწავლიდა. სკოლა, რომელშიც იწვრთებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც მიქაელი ინსპირირებდა თავის წინა მიწიერ გამგებლობის ეპოქაში და რომელთა ინსპირირება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შემდგომშიც გრძელდებოდა ახალი ქრისტიანობის გაღრმავების კვალდაკვალ. მიქაელის თანამოსანგრე ყველა გადარცვლილი ადამიანის სამშვენველმა გაიარა ეს უდიდესი ზეგრძნობადი სკოლა მე-14, მე-15, მე-16 საუკუნეებში. ამ სკოლაში მოღვაწეობდნენ ანგელოსთა, მთავარანგელოსთა და არქეთა იერარქიის არსებები, რომლებიც მიერქმნენ მიქაელის დინებას და მათთან ერთად აგრეთვე მრავალრიცხოვანი ელემენტარული არსებებიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ზეგრძნობად სკოლაში ქრონოლოგიური უკუსვლით საფუძვლიანად იქნა განხილული უძველესი მისტერიების მთელი არსი. ზემოაღნიშნულ სამშვენველებს ეუწყათ სრული ჭეშმარიტება ამ მისტერიათა არსის შესახებ. განჭვრეტილი იქნა მზის მისტერიები და ასევე სხვა პლანეტების მისტერიებიც. და რაც მთავარია, გაცხადდა მომავლის პერსპექტივა, ის რაც უნდა განხორციელებულიყო მიქაელის ახალ ეპოქაში, რომელიც დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს და რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ყოველივე ამან ფუძის ფუძემდე გამსჭვალა ზემოხსენებულთა სამშვენველები, მათი სამშვენველები, ვინც მიქაელის ამჟამინდელ ეპოქაში ანთროპოსოფიული მოძრაობისკენ უტყვიან. იმავდროულად დედამიწაზე თავისი უკანასკნელი შემოტევა განახორციელა ჰარუნ ალ-რაშიდმა. იგი დაიბადა როგორც ბეკონ ვერულამელი 1561-1626. ახალ ინკარნაციაში მან შემოიტანა მატერიალიზმის იმპულსი. ბეკონ ვერულამელის უნივერსალობა ჰარუნ ალ-რაშიდიდან მომდინარეობს. მისი ინტელექტუალიზმი, როგორც მატერიალიზმი, ჰარუნ ალ-რაშიდის გამოვლენაა. ბეკონი დაიბადა როგორც ჰარუნ ალ-რაშიდი, ხოლო მისი მრჩეველი, რომელმაც მოღვაწეობის რამდენადმე განსხვავებული გეზი დასახა, ამოს კომენსკის 1592-1670 ამოს კომენსკის სახით მოევლინა დედამიწას.
ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ მე-14, მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეებში ქრისტიანობა არისტოტელიზმის შუქჭრილში თავის უმთავრეს განვითარებას გადის ზეგრძნობად სამყაროებში და ამ დროს დედამიწაზე სულიერად ფუძნდება მატერიალიზმი. მეცნიერებაში მატერიალიზმი დაარსა გარდასახულმა ჰარუნ ალ-რაშიდმა, ბეკონ ვერულამელმა, ხოლო აღზრდისა და განათლების სფეროში ამოს კომენსკიმ. ესე იგი, ჰარუნ ალ-რაშიდის ახლად ინკარნირებულმა მრჩეველმა ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ. ამ მოქმედებას ისინი ერთობ საგულისხმოდ ანვითარებდნენ გარდაცვალების შემდეგ, სულიერ სამყაროში. როდესაც ბეკონ ვერულამელმა გაიარა სიკვდილის კარიბჭე, აღმოჩნდა, რომ აზროვნების იმ განსაკუთრებული ხერხის შედეგად, რომელიც მისმა სამშვენიველმა ბოლო ინკარნაციაში გამოიმუშავა, მისი ეთერული სხეულიდან ამოიფრქვა დემონური კერპების მთელი სამყარო, რომელმაც აავსო ის სულიერი სფერო, რომელშიც კვლავაც მოქმედებდა იმ სამშვენიველთა კრებული, ის ინდივიდუალობები, რომელთაც მიქაელი მოძღვრავდა. ეს კერპები გავრცელდა მთელ იმ სამყაროს მოედო. საქმის ვითარება ისეთი გახლდათ, როგორც ჩემს პირველ დრამა მისტერიაშია აღწერილი. ის, რაც დედამიწაზე ხდება, უზარმაზარ შედეგებს აღწევს სულიერ სამყაროშიც. ბეკონის გონებრივმა აწყობამ სულიერ სამყაროში ერთგვარი შფოთი და ამბოხი გამოიწვია. შედეგად იქ დემონური კერპების მთელი ლაშქარი აღზევდა. ხოლო რაც ამოს კომენსკიმ დედამიწაზე დაარსა, როგორც საკუთრივ მატერიალისტური პედაგოგიკა, ამან ბეკონის კერპებს ერთგვარი საფუძველი, სამოქმედო არე, მსოფლიო ატმოსფერო შეუქმნა. მე იმის თქმა მინდა, რომ ბეკონმა აღაზევა კერპები, ხოლო რაც ამ კერპებს ესაჭიროებოდა როგორც სხვა სამყარო, ამოს კომენსკიმ უზრუნველყო თავისი მიწიერი ქმედებებით. როგორც ჩვენ ადამიანებს გარს გვახვევია მინერალური მცენარეული სამყაროები, ასევე ბეკონის კერპები თავის ირგვლივ სხვა სამყაროს საჭიროებდნენ. ყოველივე ამის წინააღმდეგ, ამ დემონური კერპების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს თავისი ძალისხმევა იმ ინდივიდუალობებმა, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ალექსანდრე დიდისა და არისტოტელეს წინამძღოლობით ცხოვრობდნენ. ამ ბრძოლამ გასტანა მანამდე, სანამ დედამიწაზე არ იფეთქა საფრანგეთის რევოლუციამ. კერპები, რომელთა დამარცხებაც ვერ მოხერხდა, ის დემონები, ის წარმართული დემონები, რომლებიც ასე ვთქვათ, დაუსხდნენ ამ ბრძოლას, შემდგომში დედამიწაზე დაეშნენ და ინსპირირებდნენ მთელი მე-19 საუკუნის მატერიალიზმს. მისი შედეგებით ვართ. ისინი არიან მე-19 საუკუნის მატერიალიზმის ინსპირატორები. ხოლო ის სამშვენიველები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ ზეგრძნობად სფეროში იმყოფებოდნენ და ალექსანდრესა და არისტოტელეს დახმარებით მიქაელის რჩევადარიგებებით ხელმძღვანელობდნენ, ზემოაღნიშნული იმპულსებით აღჭურვილნი მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს კვლავ განსხეულდნენ დედამიწაზე. მრავალი ამ სამშობელთაგანი შეიძლება შევიცნოთ მათში, ვინც ანთროპოსოფიულ მოძრაობას ერთვის. ეს გახლავთ ამ ადამიანების კარმა, პატიოსანი წრფელი სულით რომ მოდიან ანთროპოსოფიაში. მართლაც და განსაცვიფრებელია, როდესაც ასეთნაირად აღწერ იმას, რაც თანამედროვეობის გარემოვლენათა კულისებს მიღმა ხდება. იმავდროულად კი ეს არის რაღაც ისეთი, რამაც გოეთე ანომიდან მომდინარე საშობაო იმპულსის ძალით უნდა დაისადგუროს მათ გულებსა და სამშვენიველებში, ვინც თავს ანთროპოსოფოსად რაცხს. შემატოს სიმტკიცე, გაუძლიეროს ქმედების უნარი. ჭეშმარიტად სინდისიერ ანთროპოსოფს კვლავ ძლიერი სურვილი ექნება მალევე დაბრუნდეს ზესამყაროებიდან დედამიწაზე. მიქაელის წინასწარმეტყველებაში ისიც გათვალისწინებულია, რომ მრავალრიცხოვანი ანთროპოსოფოსთა სამშვენიველები მე-20 საუკუნის ბოლოს კვლავ განსხეულდებიან. იმ მიზნით, რათა სრულ კულმინაციამდე აიყვანონ ის, რაც დღეს უდიდესი ძალით უნდა დაფუძნდეს როგორც ანთროპოსოფიული მოძრაობა. ამ მისწრაფებით გულანთებული ანთროპოსოფოსები იტყვიან: აქ ვდგავარ მე, ჩემში ფეთქავს ანთროპოსოფიული იმპულსი.
მე ვიმეცნებ მას, როგორც მიქაელის იმპულსს. მე ველოდები და ამ ლოდინში სწორი ანთროპოსოფიული მუშაობით ძალას ვიკრებ. ხოლო დროის იმ მოკლე მონაკვეთს, რომელიც სწორედ მე-20 საუკუნის ანთროპოსოფიულ სამშინველებს ეძლევა, გარდაცვალებიდან დაბადებამდე, გამოვიყენებ იმისთვის, რათა მე-20 საუკუნის ბოლოს კვლავ მოვიდე და უფრო დიდი სპირიტუალურ ძალით განვაგრძო ანთროპოსოფიული მოღვაწეობა. მე ვემზადები ამ ახალი დროებისთვის, მე-20-დან 21 საუკუნეში გადასვლისთვის. ასე მიმართავს თავის თავს ანთროპოსოფოსი, რამე თუ მრავალი დამანგრეველი ძალა მოევლინება დედამიწას. მთელი კულტურული ცხოვრება, მთელი ცივილიზაცია იავარ იქმნება, უკვე თუ მიქაელის სპირიტუალური იმპულსი არ გამსჭვალავს ადამიანებს, უკვე თუ ადამიანები უძლური იქნებიან გადაარჩინონ უსკრულის პირას მდგომი ცივილიზაცია. თუ გამოჩნდებიან ისეთი ღირსეული ანთროპოსოფოსები, რომლებიც მიწიერ ცხოვრებაშივე განაღვივებენ ჭეშმარიტ სულიერებას, ევოლუცია აღმავლობის გზას დაადგება. თუ არა და ისედაც დაცემული ცივილიზაცია თავქვენ დაეშვება. მაშინ განვლილი მსოფლიო ომი მთელი თავისი უბედურებებით მხოლოდ დასაწყისი იქნება კიდევ უფრო უარესისა, რადგანაც დღეს კაცობრიობა უდიდესი არჩევანის პირისპირ დგას. იხილოს უსკრულში გადაჭეხილი ცივილიზაცია, ან სპირიტუალობის მეშვეობით ზეწარმართოს და კვლავ განავითაროს იგი ქრისტეს იმპულსის წინამორბედის, მიქაელის იმპულსის სულისკვეთებით. ეს გახლავთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაც მსურდა გადამეშალა თქვენს წინაშე ჩვენი დღევანდელი თავშეყრის დროს. მე ვისურვებდი, რომ ის, რაც აქ ითქვა, ღრმად შთაბეჭდილიყო თქვენს სამშინველებში და კვლავაც განეგრძო მუშაობა. და ბოლოს, როგორც არაერთგზის მithქვამს, სიხარულის, კმაყოფილების მომგვრელი და შინაარსიანი შეხვედრების დასასრულს, ანთროპოსოფოსები, როდესაც ისინი ერთად არიან ფიზიკურ ცხოვრებაში, ამას აღიქვამენ როგორც კარმას. მაგრამ ანთროპოსოფოსები მაშინაც ერთნი არიან, როდესაც მათ ფიზიკური სივრცე მიჯნავს. ასე რომ ჩვენ გვსურს გავერთიანდეთ იმ ნიშნით, რაც უეჭველად განეცხადება ჩვენს სულიერ თვალს, ჩვენს სულიერ ყურს, თუკი მთელი სერიოზულობით სიღრმისეულად აღვქვამთ იმას, რაც ასეთი მოწადინებით შევეცადე გადმომეცა თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ანთროპოსოფოსო მეგობრებო.